ნიკა, კიდევ ერთხელ წაგიკითხავ და ყურადღებით მომისმინე. სხივი, რომელიც კუთხის გვერდებს შორის გადის და ამ კუთხეს ორტოლ ნაწილად ყოფს, ეწოდება ბისექტრისა. ესე იგი, ბისექტრისა. ვერ გიხსნი შტერი ხარ რა. შენ ვერ მიხსნი და კიდე მე ვარ შტერი? ქუთაისში რო ჩამოვა დაგირეკავ. ანდა გნახავ და რატომ უნდა დაგირეკო? კარგი, მაინც დაგირეკავ. კარგი, გავიქეცი. კარგი, არ გავიქეცი, უბრალოდ ტელეფონს გავთიშა. კარგი. გავგიჟდები რაღაცა. აქეთ ეს ილია, იქით ეს ბისექტრისა, გამაგიჟებ თქვენ. ძალიან ბედნიერი ვარ, ილიასთან მივდივარ ქუთაისში. გავიგე, ელენე, გავიგე რომ ძალიან ბედნიერი ხარ, 2 დღეა მეუბნები რომ ილიასთან მიდიხარ ქუთაისში და ხარ ძალიან ბედნიერი და დავიღალე. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ, ილიასთან მივდივარ ქუთაისში. მოდი ჩაგეხუტო. გაიგე? კი, ბისექტრისა არის რა? რა? არაფერი, რა. ელენე, მე აღარ შემიძლია ამის მეცადინეობა, აი აღარ შემიძლია რა, გეხვეწერი ამის ნერვები არ მაქვს. კარგი, არი ნერვიულო ლაშა, მარინა მითხრა შემოიყვანე და მე ვამეცადინებ. გავიყვან ცოტა ხანში. მართლა? ძალიან კარგი, ღამეც იქ დატოვე მაშინ. რატო? რატომ და მე და პატა ამ საღამოს მივდივართ დასალევად. და გვიან მოხვალთ? ნახოთ, თუ ცუდი სიტუაცია იქნა 12 საათზე მოვალ და თუ კარგი სიტუაცია იქნება, მაშინ როცა მომიტანენ, მაშინ მოვალ. მოდი აქ დაჯექი და იმეცადინე შენ ეგ ბისექტრისა, თორე თუ ბისექტრისე ერთი ვერ მე გავაღებ, მე. რა იყო ელენე, რა რაკის რა ბედნიერი სახი გაქვს, ილიასთან ხوار მიდიხარ ქუთაისში. სახეზე მემჩნევა, ხო? სახეზე კი არ გემჩნევა, რომ დამირეკე დილის 6 საათზე და ილიასთან მიდიხარ ქუთაისში. ო, შენ ეგდე აქ თბილისში, რატო გამოგვიძე, რა გინდოდა ვერ გავიგე. პატა, დილის 6 საათი. 6 საათი იყო, ხო. მე დილის 12-ის ნახევარი მეყვა. გავს ერთმანეთს, ხო. ლაშა, ვერ გიცანი, გამდიდრდები. შენ კი არ გამდიდრდები, შენ გადიდრდები. მოვიდა და დაიწყო ეს თავისი გენიალური აზრების ფრქვევა. ჩუმად იყავი, შენაირი გენიოსი მეცადინეობა. მართლა? რა მეცადინეობა ბავშვი? გეომეტრიაში ვიყავი ძალიან მაგარი სკოლაში. რა გაქვს აბა მითხარი? ბისექტრისა. ბისექტრისა თუ გეოგრაფიაში ვიყავი მაგარი. არა, ხო ხტები გეო-ამერიკა რა თორე. რა შევით? დედი კომედი აიღე ეს წიგნები და გავიდეთ მარინასთან. არ მინდა რა მარინასთან და გიასთან დარჩენა რა. სახლში დავრჩები, ჭკვიანად მოვიქცევი, ტელევიზორს დიდხანს არ ვუყურებ, გავკვეთილებს ვიმეცაინებ. თაფლს შევჭამ, კომპიუტერთან დიდხანს არ დავждები და დავიძინებ. ავჯერათ ხო? სადღაც არც მე არ დავიჯერებ. მიდი ბავშვი ხა. გადი მარინასთან გეტყვის. ნიკა, საჭმენი არ გინდა, ნიკა. ელენე, კინაღამ დამოვიწყდა ეს ქუთაისში რო ჩახვალ. პარლამენტში შეაწოდე ეს, ხო?
რა არის ეს პატა? ეს დილით რომ დამირეკე რომ გამოგვიძე ვეღარ დავიძნე და კანონები ჩამოვწერე, კანონები ხო ხდები? ხო შეიტანე, მაინტერესებს თუ განიხილავენ, აბა ერთი ნახოთ, აბა ხო. რა გინდა ბავშვი? აჰა, ეს არ დაგჭირს, რას ლაპარაკი, ესე გინდა მისაღებო რომ. გავხანავს მარინასთან და შემოვა. ლაშა, დღეს მე და ნიკა სახლში არ ვიქნებით, შენ დასალევად მიდიხარ, იცოდე სახლში არავინ მოათრიო. არა ელენე, არა რატო უნდა მოვათრიო? იქირავა იმან უკვებინა და წავა და იქ გადაეტრევა. მიეტრევა იქ სახლში. რა, ვიზე იძახით რა? არა. რა შვები რა წერ? დასწერ და მისამართს წერ. რა. ჩემი სახლის მისამართს. რატო და დღეს ისე უნდა დავთრე. ისე უნდა დავთრე რომ სახლს ვერ ვაგნებ. და რომ ის რომ ბატა, იმიტომ წერა მისამართს რომ ტაქსის მძღოლს გაუადულდა ჩემი სახლში მოყვანა რომ დამეძინება მანქანაში რომ ნახოს მე. აჰა, მაგარი ყოჩახში. ლაშა, აუ მეც მაუდ როგორ მე და იცი დალევა ძალიან მაგრად უნდა დავთრე. ძალიან ბევრი უნდა დავლიო. კი უნდა დავლიო, უნდა ჩავისხა. კი უნდა ჩავისხა, უნდა ჩავითხალიშო. ესე უნდა ქნა ის ჭიქას რომ გავასწრე. ესე უნდა დავლიო. მომისმენთ რა უნდა გითხრა იცი ბარში რომ მივალ დასალევოთ ხო თავიდან შენ გადაიხადე ფული და მე გადავიხდი რატო ფხიზეზე ხო იცი ხა დამენანება ფულის დახარჯვა და ეს და რო დავთრევი მე ვეღარ გავიგებ და ხო ხტებით ეს რეალე აუ რა უნდა დავლიო აი სწავლის ახლა გეომეტრიას რა აუ დედარებს მოიგონებ ხოლმე არა ხოლმე ცაინობდი ჩემთვის PlayStation-ის ფეხბურთს არ და რა მაგარია ბურთი მიიღო ინიესტამ გადააწყვეტა მესის დარტყმა არის ხოლევან ხო კი დაარეკა გიამ და მშვიდობიანად ჩამოვედი პარიზიდანო კი ეხლა მოვა სადაცაა დაგირეკავ კაი რა ხდება აბა მითხარი ამხსენი კი ჩვენე რა არის ნიკა ეს არის ამოხსენიო საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე რა ვერ გაიგე მოდი მაჩვენე აი უყურე აი ამ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი 180 გრადუსია ხო ადვილია არა ანუ სამივე კუთხის ჯამი 180 გრადუსია ხო ადვილია არა ნიკა არ მისმენ არა არც ახლა არ მისმენ არა ნიკა ქშია კი დამწვარი გინდა კი მომისმენ არა მომისმენა და ნამცხარს გაჭმე აი ყურე აი ეს კუთხე ამის ტოლია ეს კიდე აი ამის ტოლია აი ყურე წრფე ხო არის 180 გრადუსი ანუ შიდა კუთხეების ჯამიც 180 გრადუსია აუ რა თელი ყოფილა აი ლაშა ვერ აგიხსნა ხო არა კი მიხსდა მაგრამ სულ 170 გრადუსი გამოსდიოდა კაი შიდა კუთხეების ჯამი ვისწავლეთ და ეხლა ნამცხარს გაჭმე ისე მარინადედე ეს ნამცხრის მიცემა სწავლის კარგი მეთოდია. სად ისწავლეთ? ადრე ყავდა ძაღლი და გია ასე ასწავლიდა დაჯდომას. გია ვერ გაიგე მითხარი? მონაკვეთი. მონაკვეთი, მაგას ძალიან მარტივად აკეთე, უყურე. ანდა მოიცადე. აი ამ ნივთიდან, აი ამ ნივთამდე, აი ეს მანძილი არის მონაკვეთი. მივხვდი, ანუ თბილისიდან პარიზამდეც მონაკვეთია, ხო? პარიზი. თბილისიდან იმ ულამაზეს პარიზამდე, სადაც არის ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, სადაც არის აიმე პარიზი. კარგი, გავაგრძელოთ, ხო, არის მონაკვეთი. თქვენს გინდა წასვლა პარიზში? აიმე ნიკა. პარიზში წასვლა ვის არ უნდა? ალბათ ვინც პარიზშია, ნამყოფი ყველა ბედნიერია. არა, გავაგრძელოთ ახლა, ვიმეცადინოთ. და გული დაგსტათ ხო, რომ წახვედით ალბათ პარიზში. ნიკა, გული და ნიკა, ნუ ეშმაკო. და მარინადედა ვის და რატომ არ ჩაგირტყეს? ნიკა. არა, ეგ მართლა მაინტერესებს. იცი რატო არ ჩამირტყეს? რატო? საელჩოში რომ მივედი, კონსულს უთხარი, რომ ისე მიყვარს პარიზი, ისე მიყვარს, მეთქი შეიძლება უკან აღაც დაუბრუნდეთ.
ეს დაბრუნდი. გამარჯობა. როგორ მოიარე? ამორჯოს. მითხარი, კარგია პარიზი? აი, საგეცვარ, ხა, ესეთი საშინელება ეს პარიზი. აი ესეთ ცოტა რაღაცა მაქვს მოსაგონებელი, აი არ ვიცი საიდან დავიწყო. კარგი, ნუ დაიწყე შენებურად. დაჯექი და დაწვრილებით მომიტევი ყველა. დავანავგიყვე ხა რა, ხა. დავდიოდით პარიზის ქუჩებში, მე ჯამალა და ვირი ავთვა. ეგ იყო და ვირი ავთოც იყო? ვირი ავთოც იყო, ხო, და ისეთი ბიჭაკია, სწორედ პარიზის კეთილმოწყობის სამსახური მოვიდა და შეიმშვა მოგცა ჩვენ ქუჩებს მოვახინჯებთო. ლამაზი ქალაქია პარიზი. პარიზი არა, მაგრამ მარინა, ისეთი რაღაც ვნახე. რა ნახე მომიტევი? აი ეხლა თვალწინ მიდგას. აი ესეთი სილამაზე. ნუ მოგლეთ ერთვენია დღეს, მოვიდა ეკაური წარმომადგენელი და გვეუბნება რომ ეხლა მე წაგიყვანთ და სასწაულს განახეთო. ვიგრა რა მაიმუნმა რა დავსგა. კარგი, ხა ჩაფსვა მანქანაში, დიდხანს ვიარეთ, წავეწად, მივადექით რაღაცა ცისფერ დიდ კარს. ეს გაიღო ახლა ეს ცისფერი კარი. მერე და ჩვენ თვალწინ გადაიშალა ულამაზესი სანახაობა მარინა. აი წარმოვიდგინე რა. ესეთი ლამაზი, წვანე მინდორი. და ეს ალაგ-ალაგ ეს. დიდი ტრანსფორმატორები. აი ამდენი ხნის ინჟინერი ვარ, რა არ მინახავს, მაგრამ აი ასეთი მოწესრიგებული ტრანსფორმატორები ჩემს ცხოვრებაში არ მინახდი. მე ვკაც ეს მავთულების როგორ იყო დახვეული რაღაცა შეფუთული ლამაზა, მე ისეთი ზეთი ჩაასხეს ტრანსფორმატორებში დალევა მომინდა. აი კიდევ კარგი ლაშაბიძე არ ყავდა სწაყვანი, თორემ შეგარცხვენდათ იქ. ჩვენთან რომ ზუზუნებს ეს ტრანსფორმატორი. ისე კი არ არის იქ. აი მარინა რა. რა ტრანსფორმატორები გია? რა. ეიფელი ნახე? ეს ეიფელი ეგეთ რაღაცებიც იყო, მაგრამ აი ასეთი ტრანსფორმატორი. ორებაში არ მინახე გეუბნები, აი ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა. გია ლუვრი არ ნახე? ლუვრი კი არა კაცო. PSG მონპელიას თამაშზე ვიყავი. იცი რა განათება იყო? ეთქობა აი იმ ტრანსფორმატორებიდან მოდიოდა ის ზაბვა რა. მოიცადე. რა. ჯოკონდა არ ნახე? ჯოკონდა კი არა კაცო, ბეკჰემი ნახე. მე გამოვედით სტადიონიდან და გამოვედით იქ ჩავედით ლუთხანაში. უიმე მართლა ბაღაკი გავს ნიჭი. შოდაშორი ძალიან გემრიელი ყოფილა. ნიკა შენ გაქვს ბაღაკი ნაჭამი? არა, ნაჭამი არა, მაგრამ გაბერილი კი. რაღაცა არ უშავს. ისე მარინა სიმართლე გითხრა, არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა ეს პარიზი რა მართლა. აი იქნებოდა რა ჩაერთვა ჩვენთვის ეს ვიზა და შენ წამოსულიყავი თორემ დავიტანჯე გეუბნები ამ ლამაზი პარიზის ქუჩებში ხეტიალით და მე ეიფელის რესტორანში ვახშმობით და მე კი აღარ გააგზელო გული მიკვდება. კაცო შენ მეურვე მოხევია თორემ მე არც მოყოლას ვახშმობიდე. მოდი ნიკა, მოდი გავაგზელოთ მეცადინეობა. დიაბიძია კიდე მოყევით რა მეკითხავ, თორე სწავლას გამაგრძელებინებს და დავიღუპები. უი, ნიკას სამეცადინეებს მარინა? გეომეტრიაში. მოდი. ისე რაღაც დაგიმოვა შენ მარინა და შენ ზუსტად აი ასეთი მახსენებოდი პარიზში რა. თანაყვანად რაღაცას შენ ერთ ლაპარაკობს, გასწრება. მისი ბენჟი დაკერ. კარგი ხო, ნუ მოიწყინე ახლა. წაგიყვან პარიზში, აი სიტყვას გასწრებ, აუცილებლად წაგიყვან და სანამ პარიზში წაგიყვან, მანამდე ზონა გავხალისდეთ. რადგან საჩუქრების დარიგების დროც. აი მე, ვარ გავტეხე. არა, არ გასწრებულა. არა. კარგი, მოგლეთ. ეს ჩამოვუტანე ჩვენ ბექას. ეს ჩამოვუტანე სალომეს ჩამოვუტანე ეს. ნიგუშ. აი ეს თქვენებს გავუტანე. ეს კიდე კირა და ჩვენ. ჯეუნიკა. ვაუ, რა მაგარი ბურთია. აუცილებლად დავბერა და ვიღებაში. მოიცადე ჯერ გეომეტრი არ დამთავრებია, დაჯექი. რეცი. მე არ გაგახსენდი. რას შეავს გამახსენდი, მაგრამ რას მეუბნებია? შენთვის ჩამოვიტანე ყველაზე კარგი სუნამო. ვაიმე გია. Duty free sticker-ი აქვს. დაგავიწყდა და რო ჩამოხვედი აქ მიყიდე. არა მარინა, არა პირიქით აქედან რომ მივდიოდი, ეგრევე გამახსენდი და რომ არ დავიწყებო და ამდენი და ვიყიდე. ეს მითხარი, მე რაც დაგაბარე ის თუ შემისრულე. შეგისრულე. მიდი. დიდი მადლობა საყვარელო, ძალიან ყურადღებიანი ხარ.
სიჩვე აი შეხედა ნახე რა ხმა რა პარიზი სამე გაიგონებ ასე ხმას ესადაც ვერ გაიგონებ ესა გია ხო პარიზიდან ჩურჩხელა ჩამოიტანე ხო ჩამოვიდოდი აბა რამდენი წელია ნორმალური ჩურჩხელა არ მიჭამია იქ შევთხოვით ქართული ტკბილობის მაღაზიაში ნახე ჩურჩხელა და ვიყიდე ძალიან გემრიელი სხვათა შორის მაღაზიის მეპატრონეს გავიცანი კარი კაცია ძალიან სომეხი ებრაელია ვაჟა აი ამას მივხედავ მე და მოდი ახლა გავაგრძელოთ რა მეცადინაობა კარგი მიდი ნიკუშ ისწავლე სკოლაში რომ ვიყავ შენ კლასელსაც უთხარი კარგად ისწავლო იქნება თქვენ მაინც ააშენოთ საფრანგეთის არის ქვეყანა იცი რა მაგარი ქვეყანა აი საფრანგეთი აი თბილისის აეროპორტიდან რომ გამოვედი ჩემთვის ვიფიქრე რა არის რანაირი ქვეყანა ვარ თქო და ახალი გამონათქვამი მოვიფიქრე აბა რა არის ასე ვაპირებთ ევროინტეგრაციას გია ეგ შენ მოიფიქრე თუ მაია ფანჯიკიძემ თქვა ლაბიძია გეომეტრიის გარეშე ევროინტეგრაცია ვერა მაშინ მონაკვეთი ეწოდება ლაშა აქ არ დამტოვო რა გეხეტები შემოდი ბადა კუდები ისე სულად ავარა აუ შენ თუ კუდები ლაშა კიდე კარგად ხარ მე უკვე მკვდარი ვარ ნახე რამდენი დავლიეთ გუშინ გახსოვს არ ვიცი არ გამახსენო რატო არ გახსენო იმიტომ რომ ლაშა რო არ მახსოვს ისეთ პახმელიაზე არ ვარ და რო გამახსენდეს მე უარესაც უნდა გავხდები და არ მინდა არა გეშინე ბადა ვერაფერს ვერ გაგახსენებ იმიტომ რომ არაფერი არ მახსოვს შენ გახსოვს რამე რა ვიცი ლაშა აბა პატა რომ ქვია მახსოვს მაგრამ ფერაძე ვარ თუ ფეროშვილი ეგარ ხო ეგ მეც არ მახსოვს ბადა აი იმდენად არაფერი არ მახსოვს რომ აი თანდათან რო ლაპარაკობ ისიც მავიწყდება რას ლაპარაკობ აი და რას ლაპარაკობდი მე მახსოვს რაღაცეები რა და რა მახსოვს იცი ლაშა მეცინება ეს საიდან რაღაცნაირად ესე უცნაურად ცეკვავდი რა ესე ცეკვავდი ვაიმე მხრები ვაიმე თავი ყველაფერი მткиო ლაშა არ ვიცი გამანებე თავი გეხოც ლაშა ეს ნამდვილია? მეცხრა მეგონა რომ მეჩვენებოდა და იმიტომ არ გითხარებ ვინ არის? მეც მეგონა რომ მეჩვენებოდა და არც მე მაგიტო არ გიშხარ. მოიცადე ლაშა ერთი წუთი. ლაშა ვინ არის ეს გოგო? რა მკითხე? ლაშა ვინ არის ეს გოგო? არ ვიცი. ვაიმე ლაშა ელენე ხო არ არის? არა ელენე რა ელენე როგორ იქნება ახლა ეს ბადა? კაი ახლა არ მითხრა რომ გახსოვს რანაირია ელენეს სახეზე. კაი გაჩი. არა ხო კი ბატონო შეიძლება არ მახსოვდეს მაგრამ ელენე არ იქნება და რატომ? ელენეს ზევით იძინებს ხოლმე. ხო კარგი დაუშვათ ელენე გამოირისხა მოიცადე მე. ვიხდი ლაშა. დას. რა და მე მგონი ჩვენ გუშინ იმდენი დავლეთ რომ მოვკვდით. ეხლა ვართ 64-ში. და ეს არის ახალი მოსული სული საწყარი. ბადა შენი აზრით ასეთია 64? არა ლაშა მართალი ხარ ეს 64 რანაირად იქნება აბა 64-ში მაცივარს რა უნდა ახარ ვიცი რა ძალიან სულათა ვარ მოდი მე შევალ აბაზანაში ცოტა წყალს შევისხამ სახეზე იქნებ ცოტა გამოვფრთხილდე რა გოგო ბატა სად მივდიოდი არ ვიცი ლაშა მე რა ვიცი ხო არა შანსი არ არის ახლა მას მე ვერ გავიხსენებ სად მივდიოდი ამიტომ აბაზანაში ვარ ცოტა წყალს შევისხავ გოგო ლაშა გამახსენდა რა ეს ისი ვინ არის
მე და შენ რო ვიჯექით იმასთან ერთად და მე ის რომ მოვიდა იმასთან ერთად რო თქვა რომ სანამ წავიდო და იმას მოვიტანდო ის რო იყო იქ მოსულიო იმასთან ერთად ის სანამ ისო აი ეგ მახსოვს მაგრამ რაში გამოვიყენებთ არ ვიცი ბატონო სად მივდიოდი მე არ ვიცი კაც გამანები ხო არა შანსი არ არის ახლა მაგას მე ვერ გავიხსენებ სად მივდიოდი ამიტომ აბაზანაში შევაწვდ და წყალში ვისხავდი გოგო გამახსენდა ლაშა რა არ გამხსენებია ბატა სად მივდიოდი ახლა მე თავი გამანები ხო ვერ გავიხსენებ მე მაგას შანსი შევალ აბაზანაში შევალ რა მე წყალში ვისხავ იქნება აზე მოვიდი ხო გამახსენდა რა გოგო სად მივდიოდი ახლა მე ოდიგია. ეხლა ამას დავამთავრებ და უცბად გაჭმე. ამშია. ამშია ჩემო უფროსმა დამადიჯა რესტორანში მივახშმო და თან ვილაპარაკოთ თუ. მერე რაო? რაო და დამაწინაურა. მართლა მომილოცავს. მეცან ეგრე არ აჯერ საქმე. მითხრა ხელფას მოგიმატებო. ოთხე და მიასაც გამოგიწერო თუ რა თუ? აი მაგ თუს ვერ აღარ მოწუსო შემოთავაზებ. მოიცა მითხარი, მაინტერესებს. თუ ენგურხესა წახვალ სამუშაოდო. რა მერე ახლა პარიზის მერე აკავრობა წამოწოს და ახლა ენგურზე ადამიანმართება წამოიდება. მას და მაინც ენგურხესა რატო? იმიტომ რომ გეუბნები დამაწინაურეს თქო. დაგაწინაურეს თუ დაგსაჯეს გია. არ ვიცი მარინა რა მთელი გზა მაგაზე ფიქრობდი რა არის როგორ მოვიცე არ ვიცი რა ახლა იქ თუ წავედი ესე იგი თქვენი წაყვანას მომიძებს და ისეთ ადგილზე მივშევე რომ შენ შეიძლება იქაც არც აგიტან ვიჟა აკლა წავიდეთ ახლა ენგურზე ხა რა ვიცი გია პარიზში წასვლაზე ვოცნებობდა შენ ენგურზე წასვლას მეუბნები ის რა გები ახლა იქიდან პარიზი უფრო ახლობით თბილისი ასე წავედეთ თუ არა? არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია. მართალი ხარ, მე უნდა ავირჩიო, ესე იგი. მე უნდა ავირჩიო თებში დაგროვილი ბევრი წყალი, დიდი ბეტონის კედელი, ტრანსფორმატორების ზუზუნი, თუ სახში თვილად ჩდომა, ტელევიზორის ყურება, საინფორმაციოების ყურება, თან მე პალატაში შემოსვლა, უაზრო ლაპარაკის მოსმენა. ვითომ ენგური? მე შეიძლება დავალებებდი თავს მაგ სამსახურს. მართალი ხარ, ფიზიკურად შეუძლებელია რა. მართლა ძალიან რთული სამუშაო იქნება. არა, მაგას არ გულისხმობ. ახლა რომ მოდივარ 8 საათი სამსახურში, რამდენ საჭმელს ვატანდა? ახლა 8 დღით რომ წავალ ენგურზე, რამდენ საჭმელს გამატან კაცო? ფიზიკურად შეუძლებელია რა. არა და მიყვარს ეს ჩემი საქმე რა, რა ვქნა რა. იქ ტრანსფორმატორების ზუზუნი იქ ძაბვა, იქ დენი, შეაერთე, ბუფ. ჩაბლელებული ქალაქი მე, მაგარი პროფესია ამბობ რა. გია. თუ გინდა წავიდეთ ენგურხეზე. მე ხო იცხოვარ თუ შენ გვერდით ვიქნები, მაგრამ იცი რა არის, ბექუნა მეწოდება. ყველა მეგობარი აქ ყავს. კაცო, მაგას ყველა მეგობარი ყავს Facebook-ზე და ეხა ჩეკის გააკეთებს თუ ენგურზე რა მნიშვნელობა აქვს. და სწავლა? აი მაგაში მართალი ხარ რა. აქედან რომ უნივერსიტეტში წავიდე, ზამდე ფულს მათვეს და ეხლა იქ არა. გოგო. ბატა. აბაზანაში რა მინდოდა? მე რა ვიცი. რა შემჭამე ვერგა მოდი ერთი წუთი რატო საბაზანაკას მოდი გავიხსენოთ ვინ არის ეს გოგო არ გაინტერესებს მოდი ხო ბატა მიმტანი ხო არ არის მიმტანი ბარში ხო შენ ახლა ზუსტად გახსოვს რომ ფული გადავიხადეთ ბარში რა ზუსტად ლაშა ზუსტად როგორ მემახსოვრება საერთოდ არაფერი არ მახსოვს რეებს ლაპარაკობ ერთი წუთი აბა ვინ მოიცადე მაშინ ვნახოთ მოდი საფულეს ვნახავ არა ცარიელია ჩემი საფულე ხო ესე იგი ყველა ფული რაც გქონდა დავხარჯე შენ ნახება ჩემი ხო შენ საფულე ხო ერთი წუთი ჩემი ცარიელია რატო არის ცარიელი რატო იმიტომ რომ ფულს ჯიბეში ვინახავდი აი ხო ჩავდოთ უკან ნახე
ვა, ყოჩახ მე ნახე 400 ლარი გამომიტანია ბანკომატიდან, ლაშა ნახე. ოჩახ რა, მე უფრო მეტი გამოვიტანე. მოიცადე კაც, მე 300 მქონდა ანგარიში და 400 გამოვიტანე. მაგიტო მაშინ ოჩახი. ბატა მე მგონი ეღვიძებს ხო? კაი გუგო, ხო იცი? ხო. მიდი მე. რა მიდი მე. მიდი ჩემზე დაებაზრები. გამარჯობა. ვაი. გაგიმარჯოს. ვინ ბრძანდები თუ კაცრა? ხო. მეც მაგის კითხვა მინდოდა. რომ მე ლაშა ვარ ეს პაატა. ეი, მადლობა ლაშა. არა, მე ვინ ვარ აი მაინტერესებს ანახტა. არიცით თქვა. იცი არის შენ ვინ ხარ ეგ არ ვიცით, მაგრამ უფრო არ ვიცით აქ რა გინდა. მე ნინო მქვია. გონი, ზუსტად არ ვიცი. სალამ დავაზუსტებთ, ნინო დავტოვოთ. იყოს ნინო. ნინო იყოს ნინო. სალომე ხوارჯობიას. ნინო ხო ადამიანი ბატონო. ნინო. ხდება ნინო, ხდება. ნინო კი ბატონო, ნინო. მე არა, ნინო. ნინო გამარჯობა, ნინო. ხო. მოიცა, ანუ შენც არაფერი არ გახსოვს? არ ვიცი. არა. მახსოვს რომ რაღაც ბარში ვიყავი და სვამდია ეგ მახსოვს. ლაშა იცი რა, მე მგონი ამ გოგოს ჩვენ საერთოდ არ ვიცნობ და არც აქამდე არ ვიცნობ. უბრალოდ სადღაც დათვრა ეთყობა და ამოვიდა აქ დასაძინებლად. რას ბოდიალობ? რატო ბოდიალობ? შენ არ გაგიკეთები ეგეთი რაღაცა? არა, ეს ნორმალურია. არა, ეს ნორმალურია. შენ მახსოვ ხარ? გახსოვარ მე, ნინო? ხო. ბარში იყავი, სადაც მე ვსვამ. ხო, აი ხედავ ლაშა, ნუ რას ვიზავთ ახლა სამწუხაროდ და საბედნიეროდ მე ისეთი შარმი მაქვს, ლაშა, ისეთი შარმი მაქვს. ჩემი დავიწყება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი არა ნინო. არა, ეხა გამახსენდა. იმ ხმაზე მღეროდი ქალების ტუალეტში რომ აქედან მახსოვს. მოდი ვარ სამსახურიდან რა. ეგ რა. მე რა ვქნა. რადა? დღეს ლევანმა დამირეკა. აი მარინა, აი რამდენ ხარ წელავდი საუბარს, იქნებ ლევანმა არ ახსოვს მეთქი რა, მაინც ახსენე. არა, მოიცადე, ძალიან მაგარი რაღაცა უნდა გითხრა. დამირეკა და მითხრა. ისეთ რაღაცას უგზავნი, გიასო, რომ ძალიან მაგარ ბიზნეს დაიწყებსო. ძალიან გაეხარდებაო. ოღონდ არ მითხრა რას აგზავნის. აი ძალიან გამიხარდება? წერილს თუ გამომიგზავნის რა. რა წერილს გია? რომელშიც ეწერება არასოდეს აღარაფერს აღარ გამოგიგზავნი, დიდი ბოდიში ამ წერილსაც რო გიგზავნიო, აი. კარგი, ნუ დაიწყე. არ გაინტერესებს ისე მართლა რას გიგზავნის? რას გამოგზავნის ახლა? რადიაციულ ნახშირს. ან ცუდაურიან სამკაულს. ან ცინიზმით გაჟღენთილ ფულს. ან ბოგმით გატანილ ნევროდით ასაფრის ფუთებს, არ ვიცი ახლა რას გამოგზავნი. კარგი, ნუ დაიწყე. უი, ნიკუშ მოხვედი უგასკორიდან. და მანადედა თქვენ რომ გეომეტრიაში მომეცანით 10-იანი მივიღე. მართლა ყოჩარ, ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან გამახარე რომ პირველად ჩემთან მოხვედი. არა, ჯერ აფთიაქში ვიყავი. აფთიაქში რა გინდა? ისე კარგად მოვუყევი მასწავლებელს სამკუთხედის სტოლობის მესამე ნიშანი რომ გუნცვლად გავხდა და წამალი მიუტანა. გია, ძალიან კარგი იდეა მაქვს. რა? შენ თუ წამოხვალ სამსახურიდან, მეც წაგეხმარები და ბავშვებს მომამზადებ. ბავშვები კი არა, კერძი მოამზადე შენ. არა, მოიცადე, მართლა გეუბნები, რამდენი ხანია მაცაცო, მეხვეწება ჩემი დიშვილი მოამზადეო. დაურეკავ ეხლა და ხვალიდან დავიწყებ მეცადინეობას. აი რა არის ახლა? აი რატოს ბავშვების მომზადებაა რა? ასე ვაპირებთ ევროინტეგრაციას? ხედავ? ეს გამოთქმა, ესე იგი ყველა სიტუაციას არ უხდება. დასახვეწია, თქოს რაღაცა აკლია, რა. ბისექტრისა? ადი შენ ჯამერა მე ახლა. მე არ გახსოვარ მე სადმე და შენ სიმბარში იყავი, ხო? მოიცა ამასთან ერთად მღეროდი მეც ქალების ტუალეტში. რას ლაპარაკობ? არა, იხა გამახსენდა. შეჯიბრებაში იღებდი მონაწილეობას, არ გახსოვს? რა შეჯიბრში არ ვიცი. შეჯიბრება იყო. ერთი მაგი და ეჯიბრებოდა ლუდის მასში, მეორე მაგი და ხინკლის ჭამაში. შენ ორივე შეჯიბრი მოიგე ერთდროულად.
აჰა, საკონდელი რო ხარ, ვერ ვთქვი, საკონდელი. მერე მახსოვს მოხვედი და რაღაცებს მელაპარაკებოდი, არაფერი არ ისმოდა. არაფერი არა. ესე იგი ისეთი მთრალი იყავი შენ, რომ ჩემი ლაპარაკი არ გესმოდა, ხო? არა. შენ პირი ქონდა გამოტენილი ფისტაშკებით და გაუგებრად ლაპარაკობდი და მაგით არ ვიცი. ნინო, რა მაინტერესებს ახლა? ვაში ყოჩა რამდენი რაღაცა გახსოვს შენ, ხო იცი? ეხლა ალბათ შენ ისის გემახსოვრება, ხო, რა ქვია, ფული რო გასესხე. მე გარ მახსოვდა რამდენი გასესხე? რა ვიცი, რამდენი შეგიძლია რომ მომცე? ჩვენთან. კი, დაგელოდები. ეხლა ეს, აი. დაგელოდები. ამის ხარება დაგელოდები. ხო. ой. ფულს საერთოდ არ მიდევ, შეტყობა სულ დავხარჯე. არა. მაგრამ ფული თუ არ მიდევ, სახში როგორ უნდა წავიდე? მე მოგცემ ფულს, არ არის პრობლემა. მე მოგცემ, შეგიძლია. არა, იცი, უცხო სახში გავიღვიძე უცხო კაცთან ერთად და ეხა ფულით რო გამოგართვათ წასვლის წინ ცოტა უხერხულია. ხო? ძალიან ცოტა. თუ კი ძალიან ცოტა. ხო. ამიტომ მოდი მე თვითონ წავალ რა, აი. კარგი. რა ხდება? სალომე? ნინო, თქვა ადამიანმა უხდება უფრო ნინო. ნინო კონტაქტში იყავი არ დაგვიკარგო რა. ნინო კონტაქტი, ნინო. ვერსად ვერ წავალ. რატომ? ცუდად ვარ ძალიან. ლუც მოგიდან ლუც დაგალივინებ ახლა. არა, გული ამერევა. ხო, არაყი მაშინ არაყი არაღზე მიამერევა გული. მე იცი რაზე მერევა გული? რაზე და ის რო არის, ხო იცი, აი, ნაგავს რო წვენია, ხო იცი? ხო, ნაგავს რო წვენია. არა, ბოლოსი, არჩი რო შეება, შავი, რაღაცნაირი სული რო. ხარჭი, მერევა გული, თქვენ რა შუაში ხართ, კაცო, მერევა. არა, ხარჯო, მერევა, რა შე, ბოლოსი შავი წვენია, ნაგავს. კარგი, დიდი მადლობა. კი, აი ჩავდივარ. მადლობა. წავედი, ტაქსი მოვიდა და ჩავალ. და რა ვიცი, ძალიან შეგაწუხეთ და ბოდიში ხდით რა. სლაპარაკო. სასიამოვნო იყო გაცნობა. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. ისე ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ასეთი წუხე, არც ერთს არ გვაქვს. რა უნდა მომხდარიყო? დავლიეთ და ეგ არის რა უნდა მომხდარიყო. მაგრამ რა არის ეს მხარი რატომ კი ხა შანსი არა მე არ დავეცემოდი და აი. წავედი. მე მობილური მრჩება, მომეწოდი. ეს ხო? კი. აი. ვაიმე, ჩემი ძმა მირეკავდა. ეთყობა გაბრაზებულია. ეს რა ვიდეოებია? რა მე ერთად გადავიღეთ? რა გადავიღეთ? აბა რა. სამივე ვართ. მოიცადე ლეპტოპში შევართოთ ისე. მიდი მოდი ნინო მოდი. რა არის? არ ვიცი. ნახოთ ერთი აბეთ. იქით შეერთე. ხო? მიდი. ასე? რა საინტერესო მიდი. ეს არც მოხდა. მიდი. გადაწერე? კი. დავლიო ტრაგიდა გიგოა ნო გეხოცები და ხარო და ხალი სამოიყვანოს დავე დასავიცე ყო და ჩქარი მიდი ხალაშა ეს გამოვწო მაგრამ და ის კარი ჩართული რაც არის ეგ არის დავიდა ხმარი აულესო ქართულე ხმარი აულესო და
მოვასწარი და გამოვთე რა. კიდევ კარგი მოვასწარი და გამოვთე. არა, შენ ფხიზელი ხო არა ხარ ნორმალური. თვალის სამდა ხო არა ხარ ნორმალური არის. მოიცა კიდე არის ვიდეო. კიდე არის მიდი აბა ნახე. ღირს მე. მიდი იქნებ რამე გაგვახსენე ჩარტი. ჩარტე. აი ჩარტი. იღებ. კი, კარგად გადაიღე. კიდევ ერთხელ გითხავთ. დარწმუნებულები ხართ რომ შეუძლება გინდა? 100%. გავარჩენ არასერიოზულ ხალხს აბა შემოხედეთ ეს რაშა მე რაკეთე რომ გავალთ გარეთ ხო ის ქუჩაში ისე ნაღელად ჩუშლება ვირბინოთ ხო ხო ბოდიში რა ქალბატონო ხო კარგი გთხოვთ ჯერ ჩვენ რა გვევალება გოგონამ ხელი შემდეგ ვაჟმა აბა სად მოვაწერო გოგონა შენ ხო ეგ არის მე რა გვარი ხარ რა ნაიგვარი ხარ ზევიდა გადავაწერო თუ ხო კაი მიცოდე ის ხო ხტები ეხლა უკვე ეს მიდი ვაიმე არა აი მე ქალბატონო ისე ვერ გავთხოვდი სამწუხაროდ ნინო არის ნერვიულში შენ ეხლა მე ერთი ძოდი სადავდეს აი აგენ დავდეს აი ასე კარგი ხო კარგი შენ არის ნერვიული ნინო არის ნერვიული მე მოვაწერ ხელს მე მოვაწერ რა პრობლემა ახლა მე მოვიყვან ცოლა თუ პაატა რა ნიშნავს არა ესეთი შევიკრეს კარგად ეს კაცია აბა სად მოვაწერო ხალხო ხელი აი ხო აბა არ წაიქცი ვაიმე ლაშა შენ წაგივიდეს გული ლაშა შენ წაგივიდეს ოღონდ შენ წაგივიდეს ლაშა აქნა ეგარქნა ლაშა არქნა არა ოღონდ ეს არა აი სოგალ ზენო გილოცა დღე და თქვენ უკვე ცოლქმარი მე ტელეფონი მე დავრეკავ რა ბოდიში ვიხდი ერთი წუთი ჩემს მასთან უნდა დავრეკო კაკი მე ვარ არა რას მიზამ კი არა გავთხოვდი ხო და დედას და მამასაც უთხარი არა გავთხოვდი და ახლა ჩემი ქმარი გააკონტროლებს სად წავალ და სად არა გავაკონტროლებ ხო მე ვარ ხო რას მიზამ კი არა წავედი კარგი ბოდიში რა ბოდიში მე დავამთავრებ შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს არ გამიტოვო ბიშლის ხელს ეს გამორთე შენ გამორთე ერთწუთი მაინტერესებს კიდე რამდენი ხანი უოცობდით ერთად გამორთეშ შეიძლება გაიმეოროთ ერთი აბა შეხედეთ თანა ვა რო გავიარო ბოდიში კი შეიძლება პირდაპირ ასე ახლა გაიარო ასე რო გავიარო კიდე ცოლი მოიყვანე ბიჭო კიდე ცოლი შენ მართლა არ გეუბნები მართლა რა შენ კარგი პაატა არ გინდა ისედაც უგრძნობ რაზე მეცნიერები რა ფანტაზიო ხარ რა გჭირს ცოლი რა მესხურა მოიფიქრა შენი ბრალი ყოფილა შენი ბრალი ყოფილა რო წაგივიდა იქ გული და დაეც ვერ მოაწერებ არემ ხელია კარგი ლაშა დაწყნარდი კარგი ნინო დაწყნარდით ეხლა არა უშავს რაც არის ეგარი მოხდა ეხლა რა მოხდა ნუ ცოლქმარი ხართ დავქნა გილოცავთ ხო ცოლქმარი ხარ გილოცავთ ლაშა ეხლა პრინციპში ამ სიტუაციას კი არ უხდება მაგრამ შენ გეუბნები ბრავოს დაეწარი არა უშავს ფერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ესე თუ გავთხოვდებოდი რა აი ლაშას კიდე მარტო ასე არ ყავდა ცოლი მოყვანილი აბა მე პირველი ცოლი არა ვარ ნინო არც კი მახსოვს მე რამდენი ხარ ეხლა თრალი ხარ და მაგიტო ხო არა ნინო თრალი რა შუაში მართლა არ ახსოვს დარწმუნდი მე-5 ბიჭო მე-5 ხო და ისე რჩევას მოგცე მაინც ხო ეხლა ხო იცი სხვა დროა ცოტა და 5-ზე ნუ გაჩერდები ხო აი ისე
რამე, შენთვის გეუბნები, რამე პრობლემები რო არ შეგექმეს 41-ზე ადი და მე რა. ხუმრობის დრო მაქვს. ხუმრობის და მაიმუნობის დრო მაქვს ახლა მე პატა. რა დღეში ვარ კაცო? არა, ჩემი ძმისთვის მაინც არ დამერეკა, მე რაღაცნაირად ხვალ გავშორდებოდით და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებ. არა, მომკლავს, მართლა მომკლავს. არა, რატო მოკლავს ახლა ნინო? დაველაპარაკები და აუხსნი რომ შენც მომკლავს. მართლა? მე მომკლავს რა, რატო მომკლავს ახლა მე ჰა? ამას ჩამოვ. ესე და გავწევ. ნუ აქ ვიქნებით ორნი საჭირო. იქ დაიძება ხალხი მაგალითად. ამას ეს რომ მოიხსნას ჩამოუს რას ბუტ ჰა რას ბუტ ა კი რა ბუტ ბლაშე შენ ხო უზარმაზარი ხარ ხო და დინოს ძმა რომ მოვა და რომ მოყალავს ხო აი წინასწარ რომ ვიცოდეთ სად დაგაწვილოთ რა არ არის და ეს ნორმალური არ არის და რო გეუბნები არ არის და ჰა არ ვიცი როგორ გითხრა ლაშა ძალიან კაცრი ოჯახი მყავს და ძმა განსაკუთრებით და სახში როგორ წავიდე ხო აჰა მოდი ასე მოიცეთ ნინო 1-2 დღე შეგიძლია დარჩე იყო აქ და მე მოვიფიქროთ რა და როგორ გავაკეთოთ როგორ მოვიქცეთ ჰა ხასოთს ეგრე როგორ შეგაწუხო ლაშა რა საყვარელი ხარო ხო ადი რაკნა და საჭმელი რომ მომიზადე ხარ არა კი გაგიმზადე შეგვიძლია კი შეგვიძლია ლაშა მიდი ბარე მაშინ შენ ცოტ უთხარი ჩავიდეს ხოლმე ბლუდი ამოიტანოს ლუცაც ვერ მეტყვი პატე ლუც როგორ უთხრა ბლუდი ამოიტანებენ რა არის ბიჭო გაჩმორებს სოლი ეს რა კერი გია მე რო გითხარი თუთიყუში საჭმელი წამოიღე თქო და შენ რო მითხარი მეზარებაო და მე რო გითხარი არაფერში არ მეხმარები თქო გაბრაზდი და ამდენი წამოიღე შენმა უზურპასესმა ძმა ლევანმა მოსკოვიდან 3 ტონა ქერი გამოგზავნა ეს ამოვათრე რომ შენ დაგენახა თორე სად დამიჯერებდი 3 ტონა ქერი 3 ტონა აუ რა მაგარია აი მაგარი ადამიანი რა ვიცი რაღაცა 3 ტონა კარგად ჟღერს შენ ძმას ფანტაზიაც გარყვნილია გეუბნები მე შენ რა რადიაციული ნახშირი წარმოვიდგინე ცინიზმით გასაღთილი ფულიც კი წარმოვიდგინე მაგრამ 3 ტონა ქერი გათო გამიტანია უკვე რა მაინდა რა კარგი რა გია რატო კარგია კარგია ძალიან კარგი იდეა მაქვს. რა? შენ თუ წამოხვალ სამსახურიდან, მეც წაგეხმარები და ბავშვებს მომამზადებ. ბავშვები კი არა, კერძი მომამზადე შენ. ხვალიდან დამიწყებ მეცადინეობას. აი რა არის ახლა ეს? აი რა დროს ბავშვების მომზადება რა? კიდე ცოლი მოიყვანე ბიჭო, კიდე ცოლი შენ მართლად რაზე მეცნიერები რა უფანტაზიო ხარ რა გჭირს ცოლი რა მესხურა მოიფიქრა შენმა უზურპასესმა ძმა ლევანმა მოსკოვიდან 3 ტონა ქერი გამოგზავნა ეს ამოვათრე რომ შენ დაგენახა თორე სად დამიჯერებდი კოტე აბა ხო გახსოვს აი ამ ამოცანის ამოხსნა აბა მითხარი კოტე
იცი რა, ცოტა სწრაფად უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ შენს მერე კიდე მოწაფეები უნდა მოვიდნენ. მას, ნახტრავის იმას დაანები ახლა. მომისმინე. აი, კარგად აფიქრდი და გაიხსენე, როგორ უნდა. ხო გახსოვს? აბა? მას არ ვიცი, მაგრამ ამოხსენი მას. მართლა? აბა მაჩვენე. რა გინდა, სწორია, ყოჩახ. ხო, მაგრამ ვერ გავიგე მას. როგორ ვერ გაიგე, აბა როგორ ამოხსენი? რა ვიცი, მას ისე დავწერე მას. აბა, მეორე ამოცანაც ვერ გაიგე? მეორე მას, ერთი წამით. ვერც მეორე მას. როგორ ვერ გაიგე, კოტე? დისკრიმინანტი, ხო ბევრჯერ აგიხსენი. მას მე ერთხელ მახსოვს რომ ეხსენით. კოტე, აი უყურე, მომისმინე კარგად. აი ეს ფორმულა ხო გახსოვს? აი ეს ფორმულა. ეხლა კარგად დაფიქრდი და მიპასუხე. რა იქნება სწორი პასუხი? მარინა. გიეთუს დამაცადე რა. მარინა. უყურე? გია დამაც ერთი წუთი. მარინა მას. დაფიქრდი კარგად და მიპასუხე. აი სწორი პასუხი რა იქნება? აბა? ამის სწორი პასუხი. ამის პასუხი იქნება. მას თქვენი ქმარი ხელებს იქნას გონი რაღაცის თქვა. 12 შვილო 12. რაღაცის რა არის? აი მაცადე რა გია. კაი, კოტე, შენ ახლა სახლში წადი და დედაშენს უთხარი რომ არაფერი არ უთხრა გული არ გაუხედქო. კაი, ორშაბათს ისევ მოდი. სახლს ხომ მიაგნებ? დიახ, მას მიაგნებ. კარგად, მას. კოტე, წიგნი დარვეული გრჩება. ვისი? ჩემი კოტე, ვისი დაგრჩება? თქვენი რეული როგორ რჩება? აი მე კოტე. თქვენ წიგნი დარვეული არ გაქვს. გამომართვი. არ იფიქრო, რატო გაძლებ და წადი სახლში. გასასვლელი ეს არის, ხო? ეს არის გასასვლელი. კარგად. არა, ცუდი ბიჭი კი არ არის, უბრალოდ ზარმაცია და დაბნეული. სხვა საგნებში ასეთი კი არ არის. კი. მეს მომდა როგორ ბრწყული და ფიზიკას. ნიკუშა დაშვება. კარგად სწავლობს თუ ისიც ვერაფერს ვერ აკეთებს. ნიკუშა კარგი ბიჭია. ხო იცი რა როგორი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში? არ მეჭირს, საერთოდ არ მეჭირს. უბრალოდ ნიკუშა ცოტა ცელქია. წეგან სფეროს მოცულობის გამოთვლა ვისწავლეს და გაიქცა ლაშას მოცულობა უნდა გავიგო. ვინ ხარ თუ კაცრავად? ნინო შენ ხარ. ხო, სულ დამავიწყდა რომ ცოლი მყავს და. ცოლი ვაშა. ხო. ისა ყველანაირი ცოლი მყავდა და ეს დროებით. საჭმელი გავაკეთე, გინდა? კი. რა მაგარი. მომნატრები, აი ცოლი რომ მყავს ეს მომნატრებია. როგორ ახარ გურიტებო? აი როგორ მიხარია თქვენ რო გიყურებთ ეხლა აი მიხარია რომ ესეთი ბედნიერები და ლამაზები რო ხართ რა. ხო ეს ინსტინქტურად წამოვცდა თორე ისე ნინოს ეხა ბედნიერების არაფერი არ თქვა შენ კიდე სილამაზის და რაღაც. ნინო, მომისმინე, რაღაც მინდა გითხრა და ძალიან ყურადღებით მომისმინე და დაიმახსოვრე. ეს არ არის ნორმალური. ერთი წუთი მომისმინე, აბა რა ქენთი ხარ, როგორ შეეწყვეთ ერთმანეს, როგორ უგებთ, ჰა? რაც მე გვარი მავიწყდება სულ. მე ის მავიწყდება რომ ქმარი მყავს. აი ესეთი ქმარი რომ მყავს ძალიან თარ ვიმახსოვრე. ცოტა ხმამაღლა თქვი, ცოტა ხმამაღლა. იღას.
აუ შეიძლება ნანახი მაქვს შენი ჭამა ცოტა თამამად რა მართლა რა კარგი გოგოა ეს მიო კი კაი სიძე შეხურო და საკონელო რაგიდა ლაშა რაგიდა ისე შესავით პუტკუნა გოგია გიჩევია შემთხვევით ხო აბა რა ქენი ხო ბიჭო გუში თავი ხო შეიცხვინე ჰა არა შენ ნორმალური რა თავ რა ჯერ ერთი წესი არა დილაპარაკე და მეორეც მე აქ მეძინე და ნინოს იქ სადინებელში შენ აქ ეძინე და ნინოს იქ ეძინა დიახ გამაგიჟებ შენ რა კაცო კაი დაუშვათ ქორწინებამდე სექსი ვარ შეიძლება გამიგია ხო კაი ქორწინების შემდეგ გადაგა შეიძლება შენ ნორმალური არა ხარ გამანებით ეგ ხომ მითხარ ნორმალური ვარო ეგ გასაგებია მაგრამ მომისმენ რა უნდა კითხო იცი ესა პრინციპში კარგი ქენი მე გამიხარ და კიდე ერთხელ რომ მოიყვანეს ორინტრო გიასთან მერიდებოდა კაცო გიასთან ახლა ამდენი ხანი ადამიანს იცნობდა არც ერთ შენ ქორწილში არ არის ნამყოფი სისხლია მომისმინე პაატა მე მართლა რომ მომეყვანა ცოლი ხო მაინც არ გადავიხდი ქორწილს რატო და რომ მოდია სტუმრები და რომ ჩუქნიან ამ საჩუქარს კაცო იმდენჯერ აქვს უკვე ჩემს ქორწილებში საჩუქარი მოტანი რომ თვალებში ვერ უყურებ მე ასე რომ აღარ ვიხდი მე ქორწილს არა აჩმა მორშის გაფთავებია და ლაშა როდის იყო შემოსული რაღაცა ვერ გავიგე. არა, ლაშა კი არა. ნიკას რომ ამეცადინებდი. მარინა, ხილათი ყავი შენ. მithქვამს მე შენთვის ეგენი რაღაცა საეჭვოდ მრავლდებიან ჩვენ სახლში. რა გამარჯდა მაი ჭამაში ბაზავს კაცო ამ ბიზამის. სხვა ამაშმეს მიბაზავს. რაში? აი რაში თქვი. მართალი ისე ჯობია ჭამაში მიბაზავს მაგრამ. აი მითხარი ის მაგინდება რომ მომასვენე. რა და კაცო ზურიკოს დავურეკე რო ვითხარი ამ ქერის ამბავზე დამეხმარება თქო და რა მითხარი იცი? რაო? 3 ტონა ქერი თუ გაქვს მაგას რა ჯობია მოდი ლუდი მოხარშოთო. მაგას აქვს პატარა ქარხანა, ფაქტობრივად ყველაფერი მზად აქვს და შეიძლება მალე საკუთარი ლუდიც კი ჩამოვასხა. აუ რა მაგარია. შენ კიდე ლევანის გამოგზავნილ ქერს ზედ არ შეხედე. უკვე იცით რა სახელი უნდა დაარქვათ? რაღაცა ქართული მთის სახელი მინდა, მაგრამ ყველა დაკავებულია რაღაცა და ნუცუგის მეოთხე პლატო რომ დავახატებია. მე მოფიქრებული მქონდა ერთი კარგი სახელი. მართლა? ხო და დამასწრეს. აბა პაულანერი. პაულანერი. შენერი იდეა ჩემსაც არ ჩამოვარდება არაფრით. აბა შენერი იდეა გქონდა. აბა მითხარი. მე ცოტა სლოგანებზე ვიფიქრე, მაგრამ რაღაც არ მომწონს. აბა თქვი. აი მაგალითად ლუდი ესა და ეს დალია და შეცდი. აი მაგა. აგიდე, ეხლა ლუდი დიდი არაფერი, მაგრამ აფასად მეტი რა გინდა? ხო, ასე. აგიდე ვიფიქრე, რომ მოდი აი სარეკლამო გოლს გადავიღებთ, რომელსაც შენი თამაშებ და სლოგანსაც შენი თქვი რა. დალიეთ ლუდი მართლა კარგია. ის რა ვერ გადავწყვეტ ახლა გაფილტრული ჩამოვასხა თუ გაუფილტრავი რა? იცი რა? ჯერ გაფილტრე. ხო. თუ არ მოგეწონება მე გაუფილტრავი დაარქვი. წავალ ახლა მე ერთს არს გავაკეთებ. შეგედა მაგრამ ძალიან ხო იქნება ეს ქერი რამდენად გაზი დვა მაიმაზე რა. თორე ეს ლუვა და რეზიკო მთელი დღე ჩაფრენილები არიან ამ გალიაზე უყურებენ ამ ქერს და თავს ურახუნებენ ამ გისოს. კარგი. ნინო? ლაშა ჩემო დარეკა და შენი ქმარი უნდა გავიცნო. ქმარი ყავს? ხო, მე ვარ, ხო, გავიცნო. მოკლედ რომ მოვა თავი უნდა მოაწონო. მართლაც გეუბნება ლაშა, მე გეტყვი როგორც უნდა მოვაწონო თავი, საღამომდე მინიმუმ 200 კილო უნდა დაიკლო და ეგ. არა მაგრამ ეხლა შენ ნერვები არა მაგრამ მომისმინე ერთად რატომ უნდა მოვაწონო თავი? არ მინდა რომ გაიგოს რა მოხდა სინამდვილეში, ამიტომ თავი უნდა მოვაწონო. ისე ნინო, რა მაინტერესებს იცი? მართლა რომ მოვა შენი ძმა და რომ კითხოს აი როგორ გაიცენთ ერთმანეთიო, მაინტერესებს რა სიტყვი რა. მაგრამ მე რაღაცები გამახსენდა და გეტყვი ახლა როგორც უნდა მოვუყვანო, რომ კითხოს აბა როგორ გაიცენთ ერთმანეთიო შენ ეტყვი. ნუ ესეთი სასიამოვნო თბილი მშვიდი საღამო იყო და წავედი ბარში.
ბარში შევედი, დალეო მომიდა კარხასიძე ვიყავი, სოციალური მუსიკა უკრავდა, კარხასიძე დავდექი, დავიწყე ცოტა და დალევა დავიწყე. მე მოვიხედე გვერდი და დავინახე მსუქანი ქერათმენი პუტკუნა, ცისფერ თვალება ბიჭიო. მე ეს ბიჭი უსპად ადგას კამიდან და ჩაიჭე ხამს კამებში. რო ჩაიჭე, მე გული აერიო. აიგე? ეს რო დავინახე, ეგრევე მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთისთვის რო ჩექმნლები უნდა ესე უნდა უთხრა. ეს ნორმალური რო არ არის გითხარი ხო უკვე? კაი მოიცა, შეეშვი, მოკლედ ჩემი ძმა რომ მოვა, თავისა უნდა მოვაჩვენოთ, რომ თითქოს ძალიან დიდი ხან შეყვარებულები ვართ და გიждდებით ერთმანეთზე. ხო, რომ ცემოს? არა, ეხა არ გცემს, რა ვიცი. თუ არ მწევს მაშინ მეთქვი რომ გიждდები. კაი, დიდი ხა ერთი შემოგარტყას, ხო? ნინო, ეს რომელ საათზე მოდი შენი ძმა? 6-7-ისთვის აქ იქნება. 6-7-ისთვის, ხო? კაი, ლაშა მე 6-ისთვის ესე 7-ის რო 10 წუთი დააკდება რაღაც საქმეები მაქვს და გასახსოვი ვარ და გავიც ბარემ გავიქცევი, ხო, არ დამოგვიანდეს აბა შენ. და ეს მართლა არ არის ნორმალური. არავინ არ მიჯერს, რა კარგი გოგო ხარ. პატა, სახში ხარ მამიდა გენაცვალოს. პატა. გასულია ალბათ. რომოვა სიურპრიზი დახვდება. რა გაუხარდება? თეთა რა კარგად მოწყობია. რა კარგი ახლა ეს აბაზანა და ეს მისაღები გაერთიანებული რო აღარაა? უხერხული იყო მაინც კაცო. თეთა რაც კრიალი და პრიალი და სისუფთავია გენაცვალოს მავიდა როგორ გამოცვლილა ეს ბიჭი ხედავ? დედა. არა კაცო ბავშვობაში ახლა რო ჩაიფსავ და მთელი დღე შეეძლო იმ სველი თრუსიკი ცირბი. ეს ირა. დედა ასეთი ლამაზი ბავშვი თვითონ არ ყოფილა და ალბათ ლამაზი ბავშვების სურათებს აგროვებს. ჩემი სურათი სადა აქვს ნეტა? საფულით ატარებს ალბათ. რა ბიჭი, ენაცვალე. რატო იქნება სუდი ბიჭი ამისთანა მამიდიშვილი? ოიმე, უყურე, ამას უყურე. კიჩ. კიდე უყარს ამ თუთი ყუშების სვალება, ხო? ცელქი ახლა ამათ მე სანამ ისმოვა გაუშვებ. მოდით ჩიტებო, მოდით. დედა მიშულე. აბა? გაფრინდით? აბა, ესაც ასე. ეს რეები ღრია კაცო. ო, დედა, პატარაობიდან მე უყვარდა ქალის ტანსაცმელების ჩაცმა. დედა, რამხელა გაზდილ ხარ, მამიდა გენაცვალე. რამხელა ბიჭი ამას ვენაცვალე. ეს თუ ლებანმა გამომიგზავნა, ახლა გადავიდე. უკაცრავად ქალბატონო? ვაიმე დედა. მაპატიეთ ბატონო, მაგრამ ცოტა სხვანაირად ნუ გამიგებთ, მაგრამ ასე დაუკაკუნებლად ხვის ბინაში რომ შემოდიხართ? რა არის? ბინა მარტო, რას ვაკეთებ? ბოდიში. თქვენ ვინ ბრძანდებით ქალბატონო? მე მამიდა ვარ. მამიდა? დიახ. ასე ზოგადად მამიდა? ატას მამიდა. პატა ფერაძის მამიდა ხარ თქვენ? ხო, იცნობთ პატას, ფერაძის, ხო. ისე მე არ მეტყობა ახლა ფერაძის ქალი რო ვარ. ერთი შეხედვითაც ჩანს რომ პატა ფერაძის ნათესავი იქნებით ხო? და იქნება ჩემი ტრუსი დაგედოთ. ეს თქვენი ტრუსებია? დიახ, ჩემია. გია რა ხდება? ეს ის არ არის მარინა, რასაც შევფიქრობ. არც ის არის, რასაც მე ვფიქრობ. და არც ის, რასაც ეს ქალბატონი ფიქრობს, მაგრამ იქნებ ვიღაცამ აგვიხსნას საერთოდ რა უნდა ვიფიქროთ. არა, ძალიან მიყვარს ეს ფილმი რა. აი ეს ფილმი მიყვარს და ის მეორე, ჯუმანჯი. თუ
თუ ეს არის ჯუმანჯი? ხო, ეს არის კი, ეს არის ჯუმანჯი. აბა მეორე ფილმი რომელი მიყვარს? ელენე. კარგი, დაწყნარდი ელენე, დამშვიდი ახლა დაწყნარდი და მომიყევი რა ხდება, რა მოხდა, რა ამბავია. არაფერი ლაშა, ორივე მივხვდით რომ ესე ვერ ვიცხოვრებდით, ის იქ ქუთაისში, მე აქ და გადავწყვიტეთ რომ დროებით დავშორებულიყავით ერთმანეთს. რა მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო ეს რა? ლაშა. არა ძალიან არ ნერვიულობ, დროებით დავშორდით, მაგრამ მაინც დამწყდა გული ლაშა. კარგი ხო, კარგი ახლა რა მოგივიდა დაწყნარდი, დამშვიდი მეთქი, ახლა შენ დაღლელი იქნები, ნამგზავრი ხარ, ჩაის მოგიმზადება არ გინდა? აი მე ჩაი კი ძალიან მინდა ლაშა, ძალიან მინდა. ისე საშილად ვიმგზავრე, ისე საშილად ვიმგზავრე. მარშრუტკაში ვიჯექი ჩემთვის ჩუმად ტიროდი. ხაშურთან ხალხმა ჩამომაგდო, გაგვისკდა თავიო. მე სალამის მეორე მარშრუტკა გავაჩერე. ხო. არა, მაინც ძალიან ცუდია, მე და ელიერო დავშორდი. ელენე, მომისმინე? შენ თუ ეხლა იმაზე ნერვიულობ, რომ ჩვენ ოჯახში ახალი წევრი არ გვეყოლება, მე შენთვის სიურპრიზი. ხო, რა და არ დაიჯერებ ელენე, ან პირიქით ძალიან მარტივად დაიჯერებ. რა და ცოლი მოვეყვანე. რა? მართლა მოიყვანე ცოლი? ლაშა ერთი დღით წავედი და როგორ მოასწარი? ელენე, დაწყნარდი? მეტის მოსწრება შემეძლო, მაგრამ ლაშა! რა მოგაყვანინა? რა მექნა ელენე, რა მექნა გამაგებინე, მე-4-დან პირდაპირ მე-6 არ გამოდიოდა და ლაშა გამაგებინე, ესაც რამეს თუ აპირებდი, ჩემთვის არ უნდა გეთქვა? კარგი ხო, დაწყნარდი ელენე და დამშვიდი მართლა, რაც მოხდა. რა ვქნა, ჩემი ბრალი არ არის. გადამრევ ლაშა, შენ მე არა ყველაფერი გამიგონია ცოლის მოყვანაზე, შევცდი, ადრე მოვიყვანე, ერთი ნახვით შემიყვარდა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, რა უბედურება? კარგი მეთქი ახლა ელენე, დაწყნარდი და დამშვიდი. ვა აიყვანე თავი ხელში და გაგაცნო. ესე იგი აქ ცხოვრობს ქალბატონი. რა დაგემართა შენც კიდე ელენე. ცოლი მოვიყვანე მეთქი და სად იცხოვრობს? აბა აქ იცხოვრობს, აბა სად იცხოვრობს? გამარჯობათ ქალბატონო, ვიცით, მე პაატა ფერაძის მამიდა ვარ. დღეს ჩამოვედი საბერძნეთიდან, დიახ, და პირდაპირ ჩემს მიშვილთან წამოვედი. არ დამხვდა სახში, კარი იყო ღია და შემოვედი და უგაცრავად და თქვენ მიმძანდებით. პაატა დიდი ხანი აქ აღარ ცხოვრობს. და ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ამ ბინაში. რატო არ ცხოვრობს? გაყიდა და რას მელაპარაკებით? რატო გაყიდა? ვალები ქონდა. აი მე რას მელაპარაკებით არ მჯერა მე მაგამბავი. არ არსებობს, პაატა არ გაყიდა ახსაც. ქვეყნის ვალები რო არ ქონოდა კიცერზე. ზუსტად აი ასე იყო ქალბატონო და იქნებ ჩემი დროსი. და კი მეუბნებოდა კაცო მამიდა, ვალები მაქო, გამომიგზავნეო ფულიო, მაგრამ ის გეცოდინებათ ალბათ ის ცერების ამპუტაცია რო გაუკეთეს, იმაზე მქონა ახალი გამოგზავნილი ფული და იცით გაჭირდა იქაც ცხოვრება, მეტი აღარ მქონდა და ვერ გამოუგზავნე. ცერების? ხო, ცერების ამპუტაცია რა იყო მანა, ცერების ამპუტაცია, ხო. ცერების, ხო, ცერათითების. ცერათითების. ესე იგი ჩემი კუპატი აქ აღარ ცხოვრობს? ვინ უკაცრავად? ჩემი კუპატი, ჩემი ყურწხვიტა, ჩემი პუწუწუნწკულა. პაატა კაცო. ქალბატონო, თქვენი სახელი? დოდო გენაცვალე. ქალბატონო დოდო, მე ახლა პაატას დაურეკავ და ვეტყვი რომ აქ ახარ. დიდი მადლობა. ესა რა ქალბატონო, საბერძნეთიდან ჩამოვედიო? ვაიმე წლებია იქ ვარ უკვე. მოხუცული დიცით.
თქვენ არიცით რა ძნელია მოხუცების მოვლა. რაც არ უნდა მოუარო გადაყვეზეთ, მაინც მალე მოკვდება ისაწყალი და რა გამოდის? გამოდის რომ არ მოგივლია. თქვენსკენ ისე რა ხდება ახალი? ახალი? ჩვენსკენ? რა ვიცი, რა უნდა ხდებოდეს ახლა. დავიბადე 1967 წელს. ქალბატონო, იცით, პატ არ პასუხობს და მე ნომერს მოგცემ და მე თქვენთან გადავურა. აი, იყოს გენაცვალი, არა უშავს, რა მოხდა ახლა. იცით, მე თქვენ აღარ მოგაცნობთ. კარგად დამდებოდეთ. სასწაულო თქვენი გაცნობა? აი, გენაცვალი. არ მივდივარ არ სადღაცო. პატას მოსვლამდე, აგერ მაინც არ ამაქვს სადმე წასასვლელი, აგერ წამოვწვევი. ფეხებს ავწევ ესე დავასვენებ, თორემ ამგზავრია რუმბები ვითამაქ ეს ფეხები და ჩავთავ აგერ ტელევიზორს და თქვენ მიხედეთ თქვენ საქმეს, ნუ მოგერიდებათ ჩემი. ის მოდების არხი რომელია გენაცვალი? 31. 20. მიხედეთ თქვენ საქმეს. ნუ მომაქცე ყურადღებას გენაცვალებ. ამას წავიღებ თუ შეიძლება რა. ელენე, სადა ხარ? დამშვიდდი? დაწყნარდი? ჩაი ვერ მოვასწარი, აგერ ცოტა ცხელი წყალია და. ადექი. დადექი. იდექი. გავაღებ გას. მუხი. გამოდი ერთ წუთი. მოდი. ოი, სტუმარი ყავს? სტუმარი ხო? გაიცანი ელენე, ჩემი და ელენე, ეს არის ნო. ნონა. ნუკრი. მოკლედ ძვირფასო გაიცანი ჩემი და ელენე. ელენე, ეს არის ნინო. ნინო. წელს ესამონო არც კი ვიცოდი რა დაკავდა. დანარჩენი ხო ყველაფერი იცოდი. ჩემთვისაც ასიამუნო ელენე ტორონჯაძე. შენ ტორონჯაძე ხარ ყოშა? აი სულ ხუმრობთ ხოლმე ელენესო. ნინო კიდევ ერთხელ ჩამოგართმევ ხელს რომ კიდევ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი. მე ვარ ლაშა ტორონჯაძე, ეს ჩემი და ელენე ტორონჯაძე. ყავს კიდე შვილი ნიკა 12 წლის. მე მიყვარს ორი ფილმი, ერთი ჯუმანჯი, მეორე არ მახსოვს. ხო და დანარჩენს მე როგორ გაიცანით ერთმანეთი ლაშას არაფერი არ უთქვამ შენზე? აი არ გვახსოვს და მაგით არ უთქვამს. ანუ დიდი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ. არა. გუშინ გავიცანით, როგორ გავიცანით ეგ არ გვახსოვს. ვერ გავიგე. ანუ დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთს იცნობთ. როგორ არა, უკვე 36 საათი. მე რეაგიხსნი ელენე. ხო. ერთი წუთი მე ახლა ძალიან დაღლილი ვარ, ავალზემოთ დავისვენებ და რო ჩამოვალ დავილაპარაკოთ კიდევ ერთხელ. ისე აჯობებს, იცი, მანამდე ჩვენც მოვილაპარაკებთ, გავიხსენებთ რაღაცებს, ჩამოვყალიბდებით. აი ესეთი იუმორი გასწავლა. მე 1-2 დღე დაგაცდით და თუ არ დაშორდებით საჩუქარს მერე გაჩუქებ. მართლა გილოცავ. გილოცავ. და მარინა რა გადასარევი ნამსხварია. მე მოვა და რეცეპტს ჩავიწერ. სულ აჩუქე ის კულინარიის სიგნე, თორემ ეს ხალ მეორე თემ მოვიდეს, ამას მე ვარ გადავიტანე. აი ეს პატა იქნება გამოდონა. აი მე ენაცვალოს მამიდა. სურპრიზი უნდა გავუკეთო. მიდი შენ გააღე, მიდი. მე გავაღო და თუ. ხო, მიდი გა. გამარჯობა გია. გამარჯობა მარინა. რა ხდება რატო დავიძახი ბა? აი ახლა ვიხსენე. უყურე. რა ხდება რას უყურებს? ვინა ვარაბა? მამიდა! რა უცბად მის
აი შენ გენაცვალე. როგორ ახარ? უცბად გისწორდი, აბა რას ვიზავდი? მესამე კლასს მერე ამას მიკეთებ და აბა რას ვიზავდი? მოდი, აგე, მოდი კალთაში ჩავიჟიკი. მოდი. ავიზა, მამი, ერთი წუთი, ეხა მძიმევა. გაისწორეთ. მამიდა, ხო გავისწორებ, ერთი წუთი. აიყო, რას იჯღანები კაცო, რა მოგი. რას ვიჯღან, აბა როდის ვიჯღან, მე ვიჯღანები, ეხლა ვიჯღანები, აბა. ეთყობა ორი თვალში ჩამივარ და რაღაც და ხო ხდები. აჰა, ამომივარდა, ხო. უცა შენ რომელი მამიდა ხარ, ცარო? არა კაცო, დოდო. დოდო რომელი, ცოცხლით რო დამდებდა ხოლმე? როგორ ახსოვს? გიჟდებოდა პატარაობაში ჩემზე, სულ ჩემი სახელი ეკერა პირზე. ხო, სულ აი ესე გიჟდებოდი დოდო მამიდაზე პატარაობაში, სულ დოდო მამიდა, ხელი გამიში დოდო მამიდა, ხარ გამანებე თავი დოდო მამიდა. გაიწე იქით, აი ესე მთელი ბავშვობა ესე. პატარა რო იყო და მივიდოდი ხოლმე, ხო ამათან. გამოვარდებოდა და მეკითხებოდა იმ წუთში, რა მომიტანე, მამიდუკიო, გახსოვს? მართლა მამიდუკ, რა ჩამომიტანე აბა იქ? გადასარევი ფეხსაცმელები. ფეხსაცმელები? სუნთლად ახალია თითქმის. იმ ჩემს საწყალ მოხუც ეცვა, ინვალიდი. იმის წყალი გადმოგსხმოდა შენ. ცხეული რა არის? აიმე, მილიონერი იყო ბიჭო. არ მინდა ეგეთი მილიონები კაცო. აი ესა, კალადონოდო რა ხდება ახლა საბერძნეთში რა ამბებია? საშიელი მდგომარეობაა. ტრილიონ 200 მილიარდი ევრო აქვს იმის ევროკავშირის ვალი და 800 ევრო ჩემი. ეგ პრობლემა ადვილად შეიძლება გადაწყდეს. თითოეულმა მოქალაქემ დაახლოებით 250,000 ევრო რომ გადაიხადოს, მუცებ გაიშტორებენ აგვალს. მაგრამ რა მაინტერესებს, როგორ მოგეწონა ჩემი მამიდუკი? საოცარი კალბატონია. საოცარი კალბატონია. არა, ეხლა აი ადამიანს 1 რომ ეტყვი და 5 რომ დაგებრუნებს, გამიგია ეხლა. 1 რომ ეტყვი და 10 რომ დაგებრუნებს, ეგეც გამიგია, მაგრამ საერთოდ არაფერს რომ არ ეტყვი და მაინც ვაგებ. აბა, მე რა მაინტერესებს ეხლა? რა მოგიყვათ ჩემზე? რა გითხრათ, აბა? რა მოუყევი, იცი? სოფელში უტრუსიკოთ რო დარბოდი, მაიკისა. ტიტლიკანა და ბატი რომ მოგახსნა. ეგ მოგო, კიდე ისე ხო ესა. ჯოხი რო გათალე შენ და მე რო თვითონ გავვე, კარგი, მამიდა ეხლა რა. კიდე იცი რა მოყვა? აი ეს დამპალი ლეღვი რო აზილე და მე არ ვიცოდი ეს მამიდა რა არის ეს რა ისე ხო ხორმა რო აიწყოდა და მე რო შენ რო ხო ტრაშია კარგი ეხლა მამიდა რა არის აიმე თავარი ის არ მომიყოლი არ მოგიყოლია ეხლა არ გამოგიყოლია არ მოგიყოლია მამიდა ჩეთქინა მამიდა ძალიან კარგი რა მამიდა რა არის მე დავიდე ამოსაყოლი ეგარი ეხლა რა აი ბიჭო კაი რა იყო ვიმყავს ბიჭო შენზე ახლობელი მე მოკლედ პაატა დღეს შენთან რჩები სახლში აბა დოდო მამიდა ეგეთები არ ვინდა აი ბიჭო რა ვთქვი ახლა ასეთი არა მე ვიცი სადაც დარჩები მამიდა ეგრე არ გამოვა ეხლა ბატონო გეწუთ თუ შეძლო მოკლედ გია ძალიან დიდი მადლობა რომ არა გია რა არ დავიტოვებ მომდა ორი მიხეთ გია გეხოცები ორი და არ დავიტოვებ მომდა გეხოცები რა არ დავიტოვებ პაატა წავედით ახლა შევაწუხეთ ეს ხალხი კაცო წამოდი სახში წავედით შენთან მამიდა რა არის არ შემიძლია ახლა ხო ხტები ცოტა დაგერეკა ადრე რაღაცა გეტყოდი აბა შენ არც იცი ახლა საერთოდ იცი რომ ცოლი რომ მოვიყვანე მე რა ხო ცოლი რომ მოვიყვანე იცი რას კი ცოლი მოვიყვანე ვიცახე ისინი მოვიყვანე ხო მოვიყვანე მოვიყვანე ცოლი მოვიყვანე ფოტო მყავს ძალიან გილოცავ მადლობა გაჩერდი მამიდა მე ისა ცოლი მყავს მართლა ცოლი და ჩემთან ახლა ხო ხტები სივიწროვე უხერხულია ახლა თან რა არის ბიჭო უხერხული ჩემ ხელში ხარ გაზრდილი რამდენჯერ ყავხარ ტიტლიკანა კარგი ახლა მამიდა ცოტა ხო ხტები რაღაცნაირი ხასიათები აქ აი მეც ძლივს ხო ხტები და აი წამოდი რა გაგაცნობ და ნახავ შენ თვითონ რომ ვერ დარჩები ჩემთან ახლა გეუბნები და წამოდი რაღაცნაირი გოგოა თან ახლა მე ძლივს რა ვიცი წამოდი წამოდი მადლობ ჩემ გენაცვალე კარგად ზანდება არა ჩანთები გავაყოლე ხო გავაყოლე მამიდუკ დამელოდეთი შემიძლია რომ მიხვდეს ყველაფერს, ჰა? ვერ მიხვდება, ლაშა, ვერაფერს ვერ მიხვდება, თუ ყველაფერს ესე გავაკეთებ, როგორც საჭიროა. ხო, ესე გავაკეთებ, როგორც საჭირო. რომ ცემოს?
მომისმინე, ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერია შენი ძმა? კი. აუ. კარი რომ არ გაუღო? შემოაყრებს. სადა. ხოხრა, ეს ელენე სადღარია? სად არის ელენე სადღარია? სად ერთი ქალი რო იკივლებს და იწილებს და სად ორი? კარგი რა, შეყარებულს დაშორდა და განმარტოვება უნდა, ცოდოა. მაგრა უგებთ ეს ქალები ერთმანეთს თქვენ მოგრეთ რა. ეს კაკია. კაკია, იცანი. შენი ძმა. ხო, ჩემი ძმა. ეხა არი ნერვიულა და მოითენთე. მოითენთე. ეს ნინო, პირდაპირ უწყვიტო. კაკი. ეს არის? ხო, კაკი, ეს ლაშა. ეს ჩემი ძმაა კაკი. ძალიან კაკი. მე ლაშა ვარ. დაბრძანდით თქვენ. დაბრძანდით, რამეს ხომ არ მიირთმევთ? ეს ნაუცფათევი ქორწილება რაღაც არ მომეწონა. ასე ხო? ამასულიყავი სახში და გეთხოვა ხელი. ვაპირებდი, მაგრამ ნინო მითხრა გცემენოდა. არა, ეკხო, მაგრამ მაინც უნდა ამასულიყავე. ხო. დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს? არც ისე ახლა. არც ისე? არც ისე ახლა 6-7 წელი სიყვარულისთვის რა არის? ჩემო გაკეში შენ ჩემზე კარგად იცი ახლა 6 აბა რა არის? არაფერი 6-7 წელი. 6-7 წელია იცნობ ჩემდას. კი 6-7-ზე შევთანხმდეთ. 7 წელია იცნობ. კი, სუსტად. მაშინ ის ინგლისში იყო სასწავლებლად წასული. მეც ინგლისში ვიყავი, კურსელები ვიყავი ჩვენ კურსელები ვიყავი. კურსელები? ხო, რა. გოგოების უნივერსიტეტში? კაცი ნუ იყო კაცი. თავიდან მე ჩავაბარე ბიჭებისაში, ხო რა? მე საბუთები აერიაც რა, საბუთები აერიაც. ლაშა ეგონათ ეს ქალი სახელი ხა, ქართული სახელი მეც რაჭა და მე ჩამოვედი და გვხვდებოდ ერთმანეთს. კი, მაგრამ სახლიდან რომ არ გიშვებდი, სად ხვდებოდით? პურზე ხომ იშვებდი და თონესთან იქ იყო, თონე იყო, ადრე ეს ჩასასვლელი იყო, თონე ადრე. ლაშა მისმინე? კი. თმის ღერი არ უნდა ჩამოვარდეს ჩემდას, გაიგე? და აბარა, გაკი თმის ღერი არ უნდა ჩამე ახლა, აბა გუში ხო არ. ცივი ნიავი არ უნდა მიაკარო. ცივი ნიავიც არ უნდა მივაკარო, ახლა მე გუში ხო არ გავიცანი შენი და ახლა მე ვიცი რომ ცივი ნიავი არ უნდა მივაკარო, გააცივდება ბოლოს და ბოლოს. თმის ღერი ახლა ერთი ჩამოვარდა მე. კარგი გავიგე, კარგი გავიგე, რაღაცა მისი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. სალამი. გაიცანეთ ეს ჩემი მამი და დოდო? ხო, ეს მსუქანი ლაშა? ეს დორბა ტიპი ვინ არის, არ ვიცი? და ეს კიდე დოდო მამი და ულამაზესი გოგო ცოლი. რა და ბრმა პაატა მოვიდა. ხო, კაკი ეს არის ჩვენი მეზობელია, ბრმა პაატა, ცოტა ვერ ხედავს კარგად. ერევა ადამიანები, პაატა, ხო. ჩაგდა დაქტოვებთ ერთი წუთით, ხო. ნინო შენ მანამდე კაკის ესაუბრე და შეგიძლიათ აიბანზე. კაკი, აიბანზე გავიდეთ, რაღაც მინდა რომ გითხრა. ეს ვინ არის გოგო? ბრმა პაატა. ეს ვინ არის? რა ვინ არის შენ არ ახარ ნორმალური გეუბნები. ვინ არის და ნინოს ძმა მოვიდა და ლაპარაკობდით კინაღამ ჩაშალება. ნინოს ძმა არის? ეს ხო იმე. მომისმინე ეს კაი ლაშა გასაგებია მესმის, მაგრამ მეც რაღაცა შარში ვარ ლაშა. აი სერიოზულად აი არ შეგაწუხებდი ხო იცი ეს შენი დახმარება მინდა გეხოცები რა და რა მინდა და სუ ცოტა ხნით რა აი ცოტა ხნით ნინო ჩემი ცოლი რო იყოს რა ხო ხდები რა ცოტა ხნით ლაშა. არ ახარ შენ ნორმალური რებს მეუბნები კაცო რებს მეუბნები. რას ხო რო ფუშენი არა კაცო რა ნორმალური არა.
და პატუნამ ცოლი რომ მოიყვანა გადავირიე კინახამ. მახსოვს ერთხელ ის იყო რა გარდატეხის ასაკში იყო. გავარდა სახლიდან, ჩავარდა ხეზე, ავარდა ყველაზე მაღალ ხეზე და დაიწყო იქიდან ყვირილი ცოლი მინდაო. მთელი დღე იქით და ძლივს ჩამოვიყვანეთ იქ. მინდა, კარგი, მინდა. აი რა შეგვიძლია პატა რა ხდება? რა ხდება და აი მამიდა ჩემს უნდა და შენი გასწრება უთხარი ცოლი მოვიყვანეთქო და ესე მითხრა თქვენთან დარჩები მე უთხარი ჩვენთან ვერ დარჩები აბა როგორ ორნი ვცხოვრობ და უხერხულია მეთქი ხო მამიდა მაცადე შვილო დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი დიახ დაბა გუში ხო არ გავიცნობთ ერთმანეთს პატა მოდი აქეთ მოდი საყვარელო ცოტა ხნ დაგტოვებ ლაშა მიხედე ჩემს უსს აშა რა გამაგებინე რა ხდება კაკი ეწევა ეხლა და შემოვა რა ხდება და უნდა აირჩიო ეხლა მაღალი გინდა თუ საშუალო სიმაღლის კერა გინდა ცისფერთვალება თუ ეს შავკრემანი სუკანი გინდა თუ უტრინო პატა კარგი გოგოა მაგრამ ერთი ნაკლი აქვს ბევრს ლაპარაკობს ხო იცი კაცო საბერძნეთში რო ვიყავი ერთი ხალი იყო დედა ტვინი წამიყვარა და ორჯერ მყავდა ნანახი ორჯერ ნანახზე გამახსენდა გექნება შენის ფილმი ნანახი ერთი ნახვით შეყვარება როა იქ რო კაი ლამაზი გოგო თამაშობს ხო იცი ის იყო მე მგონი საბერძნეთში შეიძლება არ იყო მაგრამ გავდა ხო იცი რაღაცა მეზობელ თან მუშაობდა ბავშვს დიდა დედა რა ოჯახი ნანინა ნატრი ოჯახი კაცო ბექა გახსოვ შენ ხარა გაუში ჭყოიძე იმას რო ვიდეო ქონა ხუთი ვიდეო გადაყავს ისე კარგი მამიდა კარგი მამიდა კარგი ხოცე კაკი ყურება ეს ხარ რა დღეშია არაფერი ის მამიდა ის ჩვენი საერთო მეგობარია ეს ლაშა და ეს ამას აქცევს მოდი ჩემთან ძვირფასო გეღარ ლაშა ოი კაკი რატო შემოხვედი ახლა ვაპირებდი ზუსტად გამოსვლა შენთან აივანზე ვიფიქრე მეთქი ქორწილის დეტალებს გავარკვევთ მინიმუმ 300 კაციანი ქორწილი უნდა გავაკეთოთ ო აბარა 1-250 მარტო ჩვენიდან იქნება შენ გავაკეთოთ 373-იანი ჩვენი რამით პატა მომატყუე ხო არა მამიდა კი არ მოგატყუე უბრალოდ ამერია რა ხო ხდები რა მე მეგონა მე მოვიყვანა მეთქი თურმე ლაშას მოვიყვანია და არ გინდა ხო შენ თარო დარჩე ხო რა ვიცი რა დებს ლაპარაკობ იმიტომ ხო რა ვიცი აი ასე დავჯდები ასე და არა მოვიღებ ხმას ვიждები ასე ჩუმად ჩემთვის შენ იყავი შენთვის მე ვიქნები ჩემთვის ხმას არა მოვიღებ კრინც კმუს არ დავძრავ საერთოდ არა კაცო ერთი სერბი ხალი გავიცანი დედა ლაპარაკობდა რას ლაპარაკობდა გაქონდა და გამოხონდა გაქონდა და ვინი წამიყო არა მე ხა ისა მოკრძალებული ადამიანია ხო იცი არ ვიყვარს სხვისი შეწუხება მაგრამ დედა გამომიჭერდა ასე დილას ხო დედა ტორო კარგი მამიდა კარგი პატა ლაშა სადა არ ვიცი რა გინდა ელენე არ ვიცი ეს ანტარი რა გინდა ლაშა კარგი მომისვინე არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ მე გადავწყვიტე რომ ილიაზე საერთოდ აღარ ვინერვიულებ ერთი წამითაც არ ვიფიქრებ ნახა ვინმე კარგაც და იმას გავყვები ცოლად ელენე ამდენი ხანი ეხა მინდა შენთვის თქვა მაგრამ ძალიან მერიდებოდა და ხო გამომყვები ცოლად ხო გამომყვები ელენე ცოლად ხო გამო და არა საერთოდ აღარ გავიხედავ არც ერთი კაცის კიდე ტელევიზორს უყურებ? არა, მარინა. კედელს მინდა უყურე და ტელევიზორი მეფარება და დავიდანჯე კაც. ხო, რიზიკოს და ლუბას აჭამე მეთქი. აი, ხო, დამავისდა და ეხლა ვარამ შენაჭამე და ხვალ კიდე მე გავაჭმე. კალია სად არის? ეს. აივანზე იქნება. რა. კია დავიღო. რა მოხდა? რიზიკო და ლუბა არ არიან. როგორ არ არიან? აი მე არ ვიცი. კალიაში არ არიან გაფრინდნენ ალბათ კარით დამხვდა ღია. გაფრინდნენ?
სად უნდა გაფრენილიყვნენ? რა ვიცი, ალბათ ლუბას გავუთავდა ვიზის ვადა და წავიდა ლევანოვასთან მოსკოვში. რეზიკო ალბათ აცილებს. გია ხუმრობის დროა ეხლა? ხო, დამშვიდი რა მოგივიდა, ხო. ვიყიდით ახალ თუთიყუშებს ზუსტად ისეთი. არ მინდა ახალი, მე მინდა რეზიკო და ლუბა. კარგი. მაშინ ჩუმად ვიყიდი ზუსტად ისეთი თუთიყუშებს და მოგატყუებ. ვიდრე ლუბა და რეზიკო დაბრუნდნენ. ასე რომ დაწყნარდი.